მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა. პირის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა იმედში გადაიყვანა, თუმცა რამოდენიმე საათში თბილისში გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, არასრულწლოვანი კლინიკაში გადაყვანის დროს გონზე იყო. მათივე ცნობით, მანქანა საავტომობილო გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა. როგორც კლინიკა იმედის კლინიკური მენეჯერი მზია კაკუშვილი გვეუბნება, ბავშვს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. თბილისში კახა კალაძის შტაბთან ქართული ოცნების მხარდამჭერები კვლავ დაუპირისპირდნენ დემონსტრანტებს. დაპირისპირების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ტელეფონი და სხვა ტექნიკა წაართვეს ჟურნალისტებს, რომლებიც პროტესტს აშუქებდნენ. დაპირისპირების დროს ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ პოლიციელებმა ძალადობა არ აღკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ კადრში ჩანს თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ქართული ოცნების მხარდაჭერები დემონსტრანტებს, უწყებას დაკავების შესახებ ან სხვა ტიპის ინფორმაცია არ გავრცელებია. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, მედიის თავისუფლების ჯილდოს გადასცემენ. ჯილდო 2 ევროპული ფონდის მიერ არის ინიცირებული და ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედია გამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.